ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ძირგამომხრელი საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, აუცილებლად მიიღებს ადეკვატურ რეაქციას ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების მხრიდან. ხო, და ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც არის ძალიან მწვავე რეზოლუცია, პირდაპირ უნდა ითქვას, იქ ხედავთ სწორედ, რომ არაფერი, არც ერთი უმსგავსობა, არც ერთი დანაშაულება, რასაც ჩადის ქართული ოცნება ქართული ხალხის წინააღმდეგ, არ დარჩება უყურადღებოდ, არ დარჩება შესაბამისი რეაქციის გარეშე და ყველას მოუწევს საფასურის გადახდა, ვინც თანამშრომლობს ძალადობრივ რეჟიმთან, ვინც ხელს უწყობს ამ ყოველდღიურ ძალადობას, რასაც ჩვენ ხედავთ იმას, რომ ყავს პოლიტიკური პატიმრები, რომ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათება ხდება ყოველდღე. ეს არის რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ არც ერთი ძალადობრივი ქმედება, არც ერთი უკანონობა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს ყოველდღიურად, არ დარჩება უპასუხოდ, არ დარჩება შესაბამისი ნაბიჯების გარეშე. მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ქვეყანა ზარალდება ამ მსგავსობის გამო, რასაც ქართული ოცნება ჩადის და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახალი არჩევნები არის ის ერთადერთი გამოსავალი და რეზოლუციაზე ამაზეა საუბარი, რომელიც თავიდან აგვაცილებს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას ჩვენი ქვეყნის მისი იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავებას შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები, ეკონომიკური პრობლემებს თავიდან აგვაცილებს ახალი არჩევნები და კიდევ უფრო მეტის ახალი არჩევნები ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ქართული ოცნების დღევანდელ მხარდამჭერებსაც გადაარჩენს გარკვეულწილად იმ შესაძლო შედეგებისგან, რომელიც ახლავს ყოველთვის ავტოკრატიული რეჟიმის მოქმედებას და ძალადობას საკუთარ ხალხს.